გახდა თუ არა ივანიშვილის ჰობი, ქობულეთში პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა რამდენიმე თვის წინ მოხდა, აქციები კი დღესაც არ წყდება. მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველის ოჯახის წევრები ქუჩაში სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, კითხვები კი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ჰქონდათ. მესამე ნაწილი გათვალისწინებულა შოუს ჩადენაში და რიტალის საშილის საფრთხე და ზომა განესაზღვროს თავისუფლების საფრთხეთან 20 წლის მანძილზე. ქუჩაში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ გაიყვანა. გიორგი გრატიაშვილის განაჩენმა მუხაისტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. პროტესტი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვით გამოხატეს. ეს დავალებებით იყო მისული იქანე. პოლიციელი იყო, განყოფილების გამგე იყო, კურირებდა იქ ევროპას, რომ რამე არ მომხდარიყო. გააფრთხილეს ხალხი, რომ აქ შემოსვლა აკრძალულია ამისთვის წავიდა სახლში და დანა გამოიტანა პურის. აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალეულობაზე საუბრობდნენ. რომარა ბიძინა-ივანიშვილის გატაცება და დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების ფაქტი მათი თქმით პოლიციელი ახლა ცოცხალი იქნებოდა. კითხვების დასმა მათ ბიძინა-ივანიშვილისა და გიორგი გახარიასთვის უნდოდათ. რას აკეთებდა ჩემი მეუღლე ღამის 3 საათზე მუხაისტატის ცენტრში? რას აკეთებდა? აი ეს მაინტერესებს. გადადიოდა ხე ღამის 3 საათზე და ნაძირალა მარაკაცმა მიეპარა უკნდა სამი შვილის მამას დანა ჩაარტყა ზურგში. ჩემი შვილი არის 3 წლის ბიჭი. 15 წელში გიქნება 18 წლის ბიჭი რომ მოbrunდება, გაიზრდება, ხომ მოიკითხავს მამის კვლელი ვინ არისო? ანუ ისევ გვაპირისპირებენ? გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით ბაქოს ქუჩაც გადაკეტეს. გადაინაცვლეს ჩაქვი ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთანაც, სადაც რამდენიმე წუთით სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდეს. პროკურატურა პოლიციელის მკვლელობისთვის 20 წლიან პატიმრობის გასაჩივრებას გეგმავს. ფრიდონ ქარცივაძე აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. განაჩენი უნდა გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. ჩვენ მივიღებთ სასამართლოსგან დასაბუთებულ განაჩენს და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას საშელთა მიმართებაში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე. ხმაურიან პროტესტს და გამოსვლებს ადრესატები არ გამოხმაურებიან. კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა პასუხი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს არც ბიძინა ივანიშვილმა გასცა. შეგახსენებთ, მუხაისტატეს პოლიციის უფროსი გასული წლის ივნისში მოკლეს. ფაქტი გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.